ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გქონდა, სადაც მიმდინარე კვირის მოვლენები განვიხილეთ. როგორც გითხარით, ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა, თუმცა ეს მიზანი ომის დასრულებაზე მეტიც არის. ჩვენ არა მხოლოდ ომის დასრულება გვსურს, არამედ გვინდა სამუდამოდ იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და რომ აღარასდროს შეიჭრან მის ტერიტორიაზე. ჩვენ ნამდვილი კეთილდღეობა გვინდა უკრაინისთვის, გვინდა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი ქვეყნის აღდგენა შეძლონ. ეს არის ყოვლის მომცველი საკითხი, რაზეც დღეს მუშაობთ. ამ ყველაფრის საფუძველის მომზადება, რა თქმა უნდა, ჟენევაში დავიწყეთ და ეს სამუშაო გაგრძელდება. დღეს კიდევ უფრო მეტად წავიწიეთ წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ეს დელიკატური, რთული პროცესია. ცხადია, კიდევ ერთი მხარეა ჩართული, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება მთელი კვირა, როდესაც სტივ ვიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება. ჩვენ ასევე გვქონდა სხვადასხვა სახის კომუნიკაცია რუსულ მხარესთან და კარგად ვიცით მათი პოზიციების შესახებაც. ასე რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის, სახელმწიფო მდივნის, სტივ ვიტკოფთან ერთად მათი შესანიშნავი გუნდის, ჯერარდ კუშნერის, ჩვენთან ერთად გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის. ჩვენი მიზანია უკრაინა იყოს ძლიერი. ვმსჯელობთ უკრაინის მომავალზე. განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებული შტატები ძალიან გვეხმარება და მხარს გვიჭერს. უკვე გვქონდა წარმატებული შეხვედრა ჟენევაში და დღეს ასევე წარმატებით გავაგრძელეთ მოლაპარაკებები. ასე რომ დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად იყო პროდუქტიული და წარმატებული. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ ეტაპებზე შევძლებთ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.